ნებისმიერი პარტია, რომელსაც არ ეყოლება დასახელებული თავმჯდომარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ავტომატურად გამოეთიშება. თუ ცესკო გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო რეესტრის მონაცემებით იხელმძღვანელებს, შესაძლოა არჩევნების მიღმა ბევრი მაღალ რეიტინგული პარტიაც დარჩეს. ალეკო გეთიაშვილი ცდილობდა გაერკვია, სულ რამდენი პარტია ამ დროისთვის რეგისტრირებული და რამდენ მათგანს აქვს ყველა სარეგისტრაციო ნორმა დაცული. უკაცრავად სიუჟეტს ნატო მიმინოშვილი გაგაცნობთ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საჯარო რეესტრის ბაზაში თავმჯდომარე არ ყავთ მითითებული, მოუწოდა, რომ შესაბამისი ინფორმაცია ცესკოში უახლოეს მომავალში წარადგინონ. ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, თუ საჯარო რეესტრის მიერ დასტურდება, რომ რომელიმე პარტიას არ ყავს იურიდიულად უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი, ცესკო მათი რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. თუმცა ცესკოში ამ დრომდე არ ასაჯაროებენ იმ 9 პარტიის დასახელებას, რომელთაც საჯარო რეესტრის ბაზაში თავმჯდომარე არ უფიქსირდებათ. რაც შეეხება ვალერი კვარაცხელიას პარტიის საკითხს, ანა მიქელაძის განცხადებით, კვარაცხელიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 16 მაისს მიმართა და რეგისტრაცია გაიარა როგორც პოლიტიკურმა გაერთიანებამ ნეიტრალური საქართველო. ამ ეტაპზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა წერილით ამ კონკრეტულ პარტიას და ასევე სხვა პარტიებს, რომლებსაც არ უფიქსირდებათ საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ხელმძღვანელი პირის ვინაობა. სწორედ ამასთან დაკავშირებით მიმართა წერილი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თუ კი საჯარო რეესტრის მიერ დადასტურდება, რომ რომელიმე პარტიას არ ყავს უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი, ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს საჯარო რეესტრსაც დაუკავშირდით, რათა გაგვერკვია, თუ რომელ პარტიებს არ ქონდათ მითითებულ ბაზაში ხელმძღვანელი და წარმომადგენლებზე უფლებამოსილი პირის ვინაობა, თუმცა უწყებამ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების პარტიების რეესტრში სულ 242 პარტიაა დარეგისტრირებული. ამათგან ხელმძღვანელი და წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი მითითებული არ აქვს შემდეგ პარტიებს. საქართველოს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება, საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს აღორძინებული კომუნისტური პარტია, ქეთევან წამებულის საზოგადოება, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ნეოკონსერვატორული კავშირი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად. პოლიტიკური გაერთიანება გაერთიანებული დემოკრატები, პარტია საქართველოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება კონსერვატორები, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული პარტია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარსადგენად პარტიებს ვადა 8 სექტემბერს ეწურება.